ხანიაშვილი, ნომერი 21 სანდრო ჭიყაური, ნომერი 22 ნუგზარ ქევხიშვილი, ნომერი 23 ნათა ახვლედიანი. გუნდის მთავარი მსმენელი თორნიკე ბუბუტეიშვილი. სალაკო კლუბი ბათუმი, ნომერი 1 გიგა კობახიძე, ნომერი 2 საბა ხონელიძე, ნომერი 3 რეზო მარგალიტაძე, ნომერი 4 ნუკრი ფერსელიძე, ნომერი 5 გიორგი შარვაშიძე, ნომერი 6 გიორგი თხილაიშვილი, ნომერი 7 გუნდის კაპიტანი ვანო ფუტკარაძე, ნომერი 8 თორნიკე აკუბარდია, ნომერი 9 გიორგი მარგალიტაძე, ნომერი 10 გუბა ნოზაძე, ნომერი 11 ზურა ნინიძე, ნომერი 12 პიტერ ვილიამსი, ნომერი 13 კვეიკმე ტამბუ, ნომერი 14 რომა მახათაძე, ნომერი 15 ვაჟა მიქაძე. მარკა ფაშიარია, ნომერი 16 ვაჟა თაგაური, ნომერი 17 ალეკო შამილიშვილი, ნომერი 18 შუადღე მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბი ტივი და დიდი 10-ის მეოთხე ტურის გათამაშების პირველი შეხვედრა, სადაც ბათუმის ბათუმი თბილისის ლელოს არასენს დაუპირისპირდება. იხსნება პარასკევს მეოთხე ტური და ლუკა კილასონია და საბა ჯორჯიკაშვილი მოგემსახურებით დღეს ერთად ვისიამოვნოთ რაგბით. მოგესალმებით. ალბათ ყველა სეზონში ეს დაპირისპირება სხვა ინტრიგას ინახავს, სხვა საინტერესო დეტალებს მოიცავს ხოლმე. ბევრი ფინალი აქვს ამ გუნდებს ნათამაშები, ბევრიც პლეი-ოფის მატჩი, გარდა რეგულარული გათამაშებისა. ამიტომ სხვა დატვირთვას იძენს ყოველ ჯერზე ეს შეხვედრა. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება ორი გამორჩეული გუნდი დიდი 10-ის შეხვდება ერთმანეთს. ლელო და ბათუმი. უпроსოდ ბათუმი და ლელო გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა ბათუმში ტარდება. და აღარ დაგეყოვნით პირდაპირ გადავალთ და შემადგენლობებს დაგესახელებთ, ასპინძლებს მოგახსენებთ. გიგა კობახიძე, საბა ხონელიძე და რეზო მარგალიტაძე პირველი 2 და 3 ნომრები, ნუკრი ფერსელიძე და გიორგი შარვაშიძე მეორე ხაზში 4 და 5 ნომრები, გიორგი თხილაიშვილი 6, 7 ვანო ფუტკარაძე და გუნდის კაპიტანი თორნიკე აკუბარდია ნომერი 8. მარგალიტაძე გიორგი 9-ზე დაიწყებს, ბუბანოზაძე 10 ნომერი, ზურა ნინიძე 11, 12 პიტერ ვილიამსი, კავეიკანი ტაბუ 13, 14 რომა მახათაძე, 15 ვაჟა მიქაძე გახლავთ, გუნდის მწვრთნელი ირაკლი ნინიძე და გიგა ხოჭოლავა იქნება გუნდის მენეჯერი. რაც შეეხება ლელოს პირველი 2 და 3 ნომრებით სურიკო ურთაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი და დავით კუნთელია იქნებიან. მეორე ხაზის დუეტი 4 ნოდარ ჭეიშვილი და გუნდის კაპიტანი სანდრო ქოიავა 5 ნომრად, თენგიზ ზამთარაძე 6, 7 ლევან ბაჩილავა 8 კი შერკინების შემკრელი ნიკა აბესაძე. ღერძი 9 და 10 ნომრები გიორგი კურტანიძე და პეტრე ხუციშვილი, ხოლო უკანა ხაზში 11 გაგა ქევხიშვილი, 14 ნიკა ხალვაში, 15 გიორგი ბოლქვაძე, ცენტრებში გიორგი ჩიქოვანი და ბექა მამუკაშვილი შეუტევენ. მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი გახლავთ ლელოს არასენსის, ხოლო მენეჯერი ოთარ პაქსაშვილი. და მომსახურე პერსონალი დღევანდელი თამაშისა 11 არც საკლები ნიკა ამაშუგელი წაუძღვება დღევანდელ შეხვედრას მოედნისაჯად, მას კიდეზე საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე დაეხმარებიან. და ვიდეო რეფერიც გვყავს იოსებ ჯაფარიძე განსჯის, თუ იმედი არ დასჭირდება მას საერთოდ მუშაობა, მაგრამ თუ რამეა იქ გვყავს ჩვენი იოსები. დელეგატი მარია მახათაძე, ლუკა მენაბდე მეოთხე მსაჯი, მდივანი ასლან დიასამიძე გახლავთ, ჟიურის წევრიც არის ზურაბ დოლიძე და გელამ შვილდაძე ფხიზელი თვალი. მოკლედ გაფაციცებით ველოდებით, ორივე გუნდმა ძალიან კარგი სტარტით დაიწყო დიდი 10-ის გათამაშება, ბათუმი პირველ ადგილზე გახლავთ, ლელო ჯერჯერობით მე-6-ზე, 3-დან 2 მოგება აქვს ლელოს და ბათუმს ჯერჯერობით არც ერთი მარცხი არ უგემია და მოკლედ ალბათ კარგი თამაში იქნება. რაც აგერ მუსიკის ფონზე გამოდიან მოედანზე, ვნახოთ რას შემოგთავაზებენ. ეს ახალგაზრდა 30 კაცი. არა მარტო 30 მათ შეცვლაზეც კიდევ 8 მოთამაშე ყავთ, ამიტომ ყველას ბრძოლა უნდა, ორივე გუნდი დარწმუნებული ვარ გამარჯვებისთვის არის შემართული და ნახოთ როგორ წავა მოვლენები. მოედნის საფარი საკმაოდ სველია, კარგად იწვიმა ეთყობა იქით ყარეს და
იმედი არ გაგვიჭირდება სირბილი ბიჭებო, წარმატებას უსურვებ ორივე მხარეს, რაც თავარია ტრავმების გარეშე დასრულებას დღევანდელი შეხვედრისა და დავიწყებთ. ნიკა ამაშუკელი ელოდება, ჯერჯერობით საჯის ხმა არ შემოგვდის ეთერში სამწუხაროდ და ველოდებით მის დაწყებით სასტვენს, აი დასტვინა ნიკამ და ბურთი თამაში შეიყვანის ლელოელებმა. მიღებაზე კარგები არიან ბათუმელები და ფეხით გამოდიან საკუთარი 22 მეტრიანი ზონიდან. პირველი დერეფანი გვექნება. ბადრი ალხაზაშვილი წელს შეუერთა თუ აბწდები ლელოს არასენს სწორედ იგი შემოაგდებს ხუთკაციან დერეფანში შემოაგდებს ორი ხელით მოიგეს თავისუფლად ლელოელებმა მე ოდნავ ცუდი გადაცემა და დარტყმაზე კარგად წავიდა ჩიკოვანი შემდეგ ქოიავამ გააგრძელა შეტევა კურტანიძე ისევ მარჯვენა ფლანგზე წამოვიდნენ შეტევაში ხალვაში ეთმორაგბეც გააცდა და საბოლოო ჯამში რაკი ჩამოყალიბდა 22 მეტრიანის მისადგომებთან ალხაზიშვილმა მოახერხა ბურთის უცბად აღება და შედიან მეგონი ჩაწვნენ ბოჭვაზე კურტანიძემ ორკინალები მონახა ცოტა ბაშილავა და ჯარემის უპირატესობა პირველი როგორც ჩანს თამაშგარის წესი დაარღვიეს ბათუმელებმა. კურტანიძე მარცხენა ფლანგზე გადავიდა შეტევას უკან გადაცემა გრძელი ისევ მარცხენა ფლანგს ბოლომდე წურავენ და ფეხი შეაგორა იქ ფეხი შუა მაგრამ აბრუნებს ნიკა ამაშუკელი მოჭავი მიწაზე ბურთს ამოგლე პირველ ჯარმა კიდეზე გადააქვთ ლელოელებს პეტრე ხუციშვილი ითავებს ამ ყველაფერს ხუციშვილის დაარტყმა კიდეზე გადავიდა მახვილი იყო კუთხე ამიტომ 5 მეტრიანისგან ოდნავ მოშორებით გადაკვეთა ბურთმა კიდის ხაზი ეს კი განმეორებით ეპიზოდი სადაც დაჯარიმდა ბათუმი ორი ხელით მოიგეს ლელოელებმა ბურთი ჭეიშვილის მოგებული ბურთი ალხაზაშვილმა ჩახსნა თავად შეუტია მოლის გვერდით ჩამოყალიბდა რაკი კურტანიძე ამზადებს მორკინალების დაარტყმას გამოცდილმა კაპიტანმა დაარტყა კარგად დახვდა ბათუმი მის მიძალებას ცენტრისკენ წაიღეს ბურთი ლელოელებმა თბილისელები მარცხნივ აგრძელებენ შეტევას ბექამ ამუკაშვილი ძლავრი იყო მისი დაარტყმაც შემდეგ ჩაერთო ურთაშვილი კურტანიძე კვლავ მორკინალებს ალხაზაშვილი გააგრძელებს კარგ ბოჭებს აკეთებენ იქ ძალიან ბათუმელები როგორც ჩანს კიდევ ერთი დარღვევა იყო მოვლის ეპიზოდში იმ შემთხვევაში და ნახოთ გვეცეს ნიკა თუ რა ეს მოვლის შემდეგ დაირღვა ისევ კიდე აი ამჯერად უკვე ეკნებათ ლელოელებს შანსი რომ 5 მეტრიანიდან შეუტიონ პირველი დაარტყმა და ბიძგი თუ იქნება კარგი ლელოს გატანის და ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობაც ეკნებათ სტუმრებს შენ გიყვარს ხოლმე ამაზე ხაზის გასმა და ხო ეს ნუ დერეფანი თავიდანვე ეთყობა მოლს იშვიათია ნახოთ როგორც ჩანს მოედნის საფარს დააკვირდები არ არის კარმდგომარეობაში იმ ხრივ რო გუშინ ეთყობა ძალიან იწვიმა ბათუმში და თუ არ გაუჭირდათ ლელოს რომ ბურთი კარგად მოიგონ ჯერ პირველი ამოცანა მათი ეს არის და ვნახოთ უკან ორი ხელით სუსტი ამოგება თუმცა არ აუხდნენ ბათუმელები ესეც ვთქვათ მოლი ჩამოყალიბდა ჯერჯერობით წინ სვლა არ არის ალხაზიშვილი აკონტროლებს ბურთს და ლელო გავიდა ბურთი მიწაზეა მოწყვეტის დრო ძალიან ზუსტად შეირჩა და გუნდური ლელო
გაიტანა ლელო სარასენსმა. სეტაპზე არ ვამბობ, მე გახსნაზე შემოვიდა საბად. გახსნა შეხედი. ჭეიშვილის ეპიზოდი ბოლოს ცოტა მომეჩვენა, რომ შეიძლება ბლოკირებას გავდეს, მაგრამ ამ მომენტისთვის გიორგი ბოლქვაძე ასრულებს გარდასახვას. აცდა ხუთით 0 გაიხსნა ანგარ თუ გავიდა გარდასახვა კი არ მეუხსნა ყურადღება. ხო 5-0-ია, ლელო დაწინაურდა ბათუმში. აი ხალხაზიშვილი აკონტროლებს. მოხსნა. ვერ ვიტყვი რომ აქედან ესე ბლოკირებას გავდეს, ცოტა მოტრიალდნენ. საბოლოო ჯამში დარჩა ლელო როგორც კარგი გამოსვლა იყო და შეცდომა. არა, უბრალოდ ფეხი მიარტყა, მოედანზე დატოვა. ჭკვიანური თამაში სხვა შორის მიქაძემ. აი აქ კი დააკარგეს, ბურთი თუმცა წინ თამაში ყოფილა. მიქაძე ყოფილი ლელოელია. გამარჯვების ჯარიმაც აქვს გატანილი. აი წითლისგან ამოწევისას წინ წავიდა ბურთი. შეკინება არის ბაქო. როგორც თქვი, სველია მოედანი ცოტა ახლოს. ბევრი კარგი ეპიზოდი ჰქონდა. ლელოს რიგებში ვაჟა მიქაძეს, აი აქედან უკვე ბათუმში გადაბარგდა და ვიტყვი რომ მის კარიერაში თითქოს შემდეგი ნაბიჯი იყო, წინსვლა იყო, განვითარება განაგრძო ამ მორაგბემ. და პირველი შერკინებიდან ღემოდელ შეხვედრაში მე-7 წუთზე ინიშნება. თავიდან მოვიწყო სწრაფად, ნუ გადადიხარ, დაგაჯარო. ნუ გადადი. წინ ნუ გადადიხარო, ნიკამაშ უკვე მისცა მითითება. წავით, არა, არც უნდა გადმოვიდეს. გითხარით თქვენ ზონაში დარჩით. ახლა პირველი შეკრება არ მოეწყო კარგად, ეგრევე ჩავიდნენ ძირს და ახლა გადაწყობაზე ვნახოთ იმედია სწორად დადგებიან ორივე მხარე და ბურთი გავა შეკრებიდან. სხვა შემთხვევაში ძალიან დიდი ვარაუდით ნიკა ამაშუკელის სანქციას გამოიყენებს. მარგალიტაძე ემზადება შეკრებაში ბურთის შესაგორებლად, ჯერჯერობით კარგად დგანან, აი აქ უკვე ლელომ ვეღარ გაუძლო და წამოიშალა ჯარიმის უპირატესობა აქვთ ბათუმელებს და ფეხით მოკლე კი არა და კარგი პასი ფეხით ძალიან კარგი თამაში მიქაძე ჩაერთო ფულბეკი თამაში გადაყარეს სწრაფი რაქი მარგალიტაძე წაიკითხა უკან თამაშია რა თქმა უნდა ნოზაძე მივიდა ბურთის გამტანად ცოტა შეუშიანელეს ახლა შეტევითი რაქი ბათუმელებმა რა ნომერი ყავთ ჩათრეული და მოუწია ბუბა ნოზაძეს ამ პოზიციაზე დაფარვა ამ შემთხვევაში. შემდეგ უკვე შეუტია შარვაშიძემ. მიქაძე კარგი ხელები და აი აქ კი ბატონო უპირატესობა აქვს ლელოებს ამიტომ იქ მოთამაშე წევს ძირს და ოჩახი ეკიპს ნახე როგორ გადაეფარა რომ არ ვინმე არ მომხდარიყო მასზე კონტაქტი არ მომხდარიყო დიდაჩი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშე კონტრშეტევაზე გაგა ქევხიშვილი იყო ბურთით გაიშალა ხუციშვილი გაიხედა თუმცა გადაწყვიტა ისევ ხელით ბურთაობა დაკნევა ახაზაშვილი მაღალი ბოჭო არ ყოფილა რონიკა ამაშკული იქვე იყო და მხარი მხარზეა აძლევს მითითებას ურთაშვილმა დაარტყა. წინსვლა ვერ ნახა, თუმცა კუთხე გაუმჯობესა გიორგი კურტანიძეს ფეხით გადასასვლელად.
საჰაერო რთაბრძოლა გამარჯვებული ვაჟამიქაძე გამოდის მაინც, რომელმაც ბურთი საკუთარ მხარეს ოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სუფთა მოგება არ იყო ჰაერში, ბურთი დარჩათ ბათუმელებს. გიგა კობახიძემ შეუტია, არ ჩქარობს მარგალიტაძე ბურთის გამოტანას. ფეხით თამაში, ნახოთ როგორი იქნება, მიყოლა. წნეხში უნდა იყოს ლელო, თუმცა როგორი თავდაჯერებულია გიორგი ბოლქვაძე. ისე ფეხით თამაში ბათუმელებმა არ წაუვიდათ ეს დარტყმა ყოველ შემთხვევაში კარგად და დარტყმის ადგილის გასწვრივ ექნება ლელოს ბურთის შემოგდება დერეფანში. თურმე აშკარა არის, ავი. შეიძლება მოხრელი მითხრა რომ არ იყო აშკარა, ორი. Ტრანომ. დაქში არ დაიქნა. ხაზაშვილი ბურთს ამშრალებს. როგორც ჩანს ძალიან სველია მოედანი. ბურთის გამშრალება ქვეშ დაგჭირდება, ხა მოგწოდეთ. არც თუ ისე კარგად მოწოდებული ბურთი, თუმცა კვლავ ლელო პოზიციაზე, კვლავ ლელო შეტევაზე. კარგი კონტაქტი შეასრულა იქ ჩიქოვანმა, მაგრამ გადაუვარდათ ბურთი ხელიდან. მოვიწყოთ სამალი წავი. სანომერი აქნევს რაქში, ადამიანი ყველა იძახით თამაში გარეთ, მაგაზე არ მიცდის. უთხარი. კაი. უკეთესი იყო სივრცე, მაგრამ მაინც მაღლა ვიწევს შეკინებაზე და დავჩეთ სივრცეზე და ისე ვითამაშოთ რა. ონო აიღე. არა, მოიცადე. გამოწიე. გამოწიე. დავი. აი, წავედი. კიდევ ერთი შერკინება ვიმედოვნოთ, რომ ეს აქედან მაინც გავა ბურთი უპრობლემოდ. ემზადება მარგალიტაძე ბურთის შესაგორებლად, ჯერჯერობით კარგად დგას. მისცაბიც კი ბათუმი ჯერჯერობით ძალაში კი ბატონო და კიდევ ერთი ჯარიმის უპრეცობა მოიპოვეს. უკან გადაცემა ფრთაზე ბოლომდე ჩამოვიდნენ. ხოჭა შესრულებულია, რაქიც დაყენდა. იქვე რაქის ყველაზე ახლო არეალში გააკეთეს დარტყმა. ცდილობს მარგალიტაძე ტემპი არ დაუკარგოს შეტევას, თუმცა რთულია ამ პირობებში ახალი უპირატესობა. ჯარიმის უპირატესობა აქვს და დაზღვეულია შეტევა. დადგა ფეხზე ტამბუ. სიღრმეში გადაცემები არ აქვთ მომგებიანი პოზიცია ბათუმელებს ბურთი. იკარგება და ბრუნდება ჯარიმის უპირატესობა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიცა. იქ შერკინების ამოსვლა, აქ ირჩევნია ხო? აქ ირჩევნია ხო? კარები. კარები მიუთითეს ბათუმელებმა. ორი კარგი დამრტყმელი ყავთ მათ შემადგენლობაში, ბუბა ნოზაძე და ვაჟამიქაძე. ვაჟამიქაძეს უძლიერესი ფეხი აქვს. ნოზაძეც ძალიან ზუსტად ასრულებს დარტყმებს, დრო გადის და სადგამი კი ჯერჯერობით არ აქვს. ამ შემთხვევაში ბუბა ნოზაძე იქნება დამრტყმელის რანგში. 35 წამი. აქ არის, ნახე ჩემთანაა, აია. ბათუმის სამწვრთნელო შტაბი. ეს ტელეეკრანებზე. 15 წუთი არის, ჯერჯერობით მხოლოდ ორი შერკინება და სამი ჯარიმა გვაქვს, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის დისციპლინის მხრივ და დროის შეჩერებების მხრივ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოედნის საფარის მდგომარეობა ცოტა ატყობს ხელს, ანელებს თამაშს, რომ ორივე გუნდს შეუძლია გაშლილი და ლაღი თამაშის. ჯარიმა ბათუმის ჩვენება. ბუბა ნოზაძის სამ ჯარიმა და ანგარიში მცირდება. აი ეს სწორედ ის მომენტი, სადაც ვერ გადაგორდა ლილოელი მორაგბი და ტექნიკურად ძალიან კარგად ჩატავეს ბათუმელებმაც.
ლელო ვერ გადაგორებას და არ გადაგორებას შორის თითქმის განსხვავება არ არის. ცუდი მიღება მისგან დაუშვა მიქაძემ ამით დრო დაკარგა და შემდეგ სიჩქარეში მოუწია ფეხის დარტყმა 22-60, მაგრამ არ ამგონია ეს დამაკმაყოფილებელი იყოს სამწვრთნელო შტაბისთვის. ცირედი გაუგებრობა იყო მიღებაზე. ნაკრებკაცა დერეფანი ისევ ლელოელების, ნახოთ. დაუკითხეს დაცვის დერეფანი. დაზღვევაზე თამაშობდა ზურანინიძე. გამოყენებისკენ მოუწოდებს ნიკა ამაშუკელი, იქვე ერთი დარტყმა განახორციელებს შარვაშიძემ, რამოდენიმე მეტრი მოიგო და აქედან რა თქმა უნდა ფეხით გავლენ ბათუმელები. იქ შეცვლებით ცოტა ნამეტანის შემოვიდნენ მოედანში უკანა ფონზე და მუხტავს სიტუაციას მარგალიტაძე გადადის კიდეზე რამოდენიმე მეტრით ისევ ამოიწია თამაშმა 10 მეტრიან წყვეტილ ხაზზე ექნებათ ლელოელებს დერეფანი. ბიჭებო, ბურთი ფშალია და ცოტა მალე რა, წავედი. ცოტა მალე რა. ბადრი ალხაზაშვილი კვლავ. არა უხდა ბათუმი. მზად დახვდა, ამიტომ პირველ კონტაქტსა და იმპაქტს, თუმცა მაინც დაუძრა ლელომ მოვლი. კურტანძემ ჩახსნა ბურთი გაიტანა. აუგდო. და სარტყმელად ჩიქოვანმა მონახა შესანიშნავად ეს წერტილი გიორგი კურტანიძემ. უკანა ხაზში ძალიან ჭიდრო და ათვისებულ სივრცეში იპოვა მაინც წერტილი. შეცდომა დაუშვა ზურანინიძემ. ლელო დისტანცია რა. დაუცველი დაუტოვა კურტანიძეს დიაგონალური დარტყმისთვის ეს წერტილი. ბათუმელებმა მოიგეს ბურთი თხილაიშვილი. დაარტყა პირველი დარტყმა საკუთარ თავზე აიღო. მოამზადა მარგალიტაძემ უკვე ფეხის დასარტყმელად წერტილი ახლოს დაფარებასთან ლელო, თუმცა ბუგანოზაძე ახერხებს ეპიზოდის განმუხტვას. კვლავ 22-ის მისადგომებთან არის ლელო, დიდი ხანია უკვე დამკვიდრდა მეტოქის ნახევარზე 22-ის მისადგომებთან ცდილობს თავისი შეტევების წარმოებას, თუმცა შეცდომები აქვს ჯერჯერობით სტუმრებს ისევე როგორც ბათუმელთა მხარეს. სანდრო, ცოტა მალე. ისევ ნაკრებკაცა დერეფანი 22 მეტრიანის ზედ ხაზზე და რაღაცა ვერ გაარღვიეს ერთმანეთში ლელოელებმა და დაკარგეს მნიშვნელოვანი დერეფანი. დერეფანში გარკვეული პრობლემები აქვს, რაც გამოიკვეთა. ამოგლეჯვა და გრძელდება თამაში, ლელოს შეუძლია კონტრშეტევაზე გამოადნოს. რაიმე მათთვის სახეირო ამოწია ხაზი და შესანიშნავი არის. ბურთზე რომა მახათაძე ჭეიშვილი ადგილზე შეებოჭეს, ჯერჯერობით ფეხზე დგას. განთავისუფლეს ბურთი. ისევ ლელო მარცხენა ფლანგს წურავენ. ინარჩუნებენ ბურთს კვლავ. ახლოს სიჩქარეში შევიდა ხაზაშვილი და კარგი ბოჭოს დაახვედრა იქ ფუტკარაძემ, გუნდის კაპიტანმა. ახლა კი ქოიავა შებოჭეს. ჯერჯერობით დაცვაში, კარგი თამაშის ამ ბოლო ეპიზოდში ბათუმელებმა უკან დაახევინეს ლელოელებს. ურთაშულსაც ზევით ხდება ბათუმის დაცვა. ციშვილის გრძელი პასი ჩავიდა ადრესატამდე. ნიკა ხაუაშმა შეუტია ცუდი გადაცემების სერია. ბექა მამუკაშვილი ფეხით გადაწყვიტა თამაში. მახათაძე შეცდომას უშვებს, დაუშვა ბურთი მიწაზე, მანაც დრო დაკარგა, მაგრამ
გამოძრა ამ სიტუაციიდან ბათუმი ნოზაძე შიგნით მონახა ნინიძე და აი მოედანმა სად უმუხთლა გარემარბს და გააგრძელოს ბათუმმა პირველ რიგში წინ თამაშად ჩაითვალა ეს ეპიზოდი ტამბუ და შემდეგ დაიკარგა ბურთი იქნება შერკინება ძალიან სახიფათოდ წამოიღო კონტრეტევა ბათუმმა ხო ჩანს აშკარად ის რომ სტატიკაში აქვს ბათუმს უპირატესობა და შეუძლია მძიმე მოთამაშეებით კარგად თამაში, მაგრამ მათი უკანა ხაზი რომ ტექნიკურია, მდიდარი არსენალი აქვთ. სულს რაც უმაგრებს, აქ ტექნიკურად ითამაშა. კი, ახალგაზრდაშვილმა. კი, ისე რომ კი იცოდა რა საკეთებდა, მაგრამ მართლა ბოჭას აკეთებდა, ამიტომ ვერ მიედავება ვერ, რავი. ასე რომ კი ბათუმი შესაძლოა წნეხში იყოს, მაგრამ შეუძლია ძალიან სწრაფად კონტრეტევაზე გადაწყობა, რაც გამოჩნდა. ლელო კი ცდილობს კვლავ და კვლავ მეტოქის სიღრმეში შეტევების წარმოებას, რაც ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ერთ ლელოშია ასახული. ამჯერად ბათუმი მეტოქის ნახევარზე შეტკინებას შეაგდებს ბურთს. მოხრა. შეკრა შეხვედრის მესამე შერკინება პირველი ორი და უკვე მესამე შერკინებაში წესარღვევს ლევო. ნოზაძე ჩართოვაჟა მიქაძე შეუტია მიქაძემ უპირატესობის ხაზი კონტაქტის შემდეგაც საკმაოდ გაიარა უკრი ფერსელიძე. ფერსელიძესაც შემტევი აგრესიული ბოჭვა დაახვედრეს. ასეთი როგორც ერთი ისევე მეორე გუნდის მხრიდან ნახეთ. გაორმაგებულია მეთვალყურეობა. სანდრო ქოიავაზე ამჯერად ორმაგი ბოჭვა გაუკეთეს. ნუკრი ფერსელიძეს. და ჯარიმა შერკინებაში მოპოვებული, ისევ წავა ძელებისკენ. კი, უკან და ქვევით ნამდვილად დავეთანხმებოდი ახლა ამ შემთხვევაში მე გაამაშუქელს და მორიგი 3 ქულის აღების შანსი აქვს ბათუმს. ნახოთ ნოზაძე როგორ შეასრულებს დარტყმას. დაბალი ტრაექტორით ზუსტად მეორე ჯარიმა 2-დან 2 გატანილი უბა ნოზაძეს 6-5 დაწინაურდა ბათუმი. ჯარიმა ბათუმის სასარგებლოდ გაიტანა ბუბა ნოზაძე, ნომერი 10. ამერხე 6-5 ბათუმის სასარგებლოდ. კიდისკენ კარგი დარტყმული გამოვიდა აქ. სანამ ჰაერში იყო, მე მგონი მაშინ შევიდა კონტაქტში ლელოელი, მაგრამ ნინიძე მითამაშა ბრწყინვალედ. ბურთი მოიგო, შემდეგ წინსვლაც ჰქონდა. ახლა ბათუმი ხაზით შლის, თუმცა განლაგება არც თუ ისე კარგია, ხონელიძე შეუძლია მას უპირატესობის ხაზის გადალახვა, ასეც იქცევა მოკლებთა ფეხით შეცურება. რომა მახათაძე მიყვება ამ ბურთს, თუმცა პირველი ბურთზე იქნება ლელოს უკანა ხაზელი. ბოლქვაძის დაბრუნებული დარტყმაც ვიხილეთ. საჰაერო თავბრძოლა ამჯერადაც ლელოელები თამაშობდნენ ბურთზე. ნოზაძე დროულად მივიდა ბურთზე, დიდხანს შეაყოვნა, ამიტომ თამაშგარის ჯარიმის აკიდება მეტოქისთვის აღარ გამოუვიდა. შეუტია შარვაშიძემ. უხერხულ ზონაში გადაკიდებული ბურთი პეტრე ხუციშვილი გააჩერა ნინიძემის
ჯარიმდება ლელო ჩავიდნენ ბათუმელები გუნდზე და ოთხილაიშვილი ძალიან გამოცდილია ბურთზე ითამაშა შემდეგ იქ არ გაუშვეს ხელი მიწაზე ლელოელებმა ახლა უკვე ძალიან ბევრი შეტევის შემდეგ რომელიც ლელომა წარმოა მოუწევთ მათ საკუთარი ლელოს ხაზის დაცვა საკუთარი 22-ის ზონის დაცვა ბუბა ნოზაძე კიდეზე გადავა გადადის იდეალურად მაქსიმალურად ახლოს მივიდნენ მოწინააღმდეგის ლელოსთან ბათუმელები ვნახოთ აი ეს კი გამეორებით სადაც დააკვირდებით აქ ხილაშვილი უშვებს კაცს და უჩდება მე რამოდენიმე მოძრაობას აკეთებს და მოკლედ არ მისცა დრო გაჩერებული არ მისცა საშუალება ბურთის წაღების ხარი და ვიდეო მესე მისხომ ხარი მხარში რა გიქნა ბას მარაიძა არაფერს არ ძახი მარაიძა არა გადავხოიც რომ ამოწოთ ეგეთ და არა გასაგებია უბრალოდ ხარი ფაში დავინა რაღაცები უფრო ინტერესებს ხელი მაღლა შეგიძლია ხო ანუ პროსე ეგ როგორ ჩანს ხილაიშვილს პატარა დაზიანება აქვს და იქვე უმკურნალებენ გადაუხვევენ თავს და ჩაერთვება ისევ თამაშში დროულად ბიჭებო დერეფანი დავიცვათ კაი ჩაერთო დრო ბუბანოზაძე ყოველ ჯერზე როდესაც ასეთი მაგარი რამ გამოსდის მე ფიქრება რამხელა დანაკლისი იყო ჩვენი ნაკრებისთვის 20-მდე სოფლიოზე ის ჯარიმის უპირატესობა წესი დაარღვია ლელომ საპასუხო ლელოს გატანის შესაძლებლობა ჰქონდა ბათუმს თუმცა კისერზე ეხა აქ ეტყვი რაც მოხდა გადაწონა კი უხეშობის გამო კისრის გარშემო არ შეიძლება სახიფათო თამაში მაშინ როდესაც შენ უნდა გქონდეს უპირატესობა დაზღვეული გაქვს შეტევა ხო ახლა რა მოხდა და აქ თავიდან წესი დაარღვიეს ლელოელებმა რაზეც უპირატესობა მიიღეს ბათუმელებმა და მერე უხეშად დაარღვიეს წესი ანუ სახიფათო თამაში ჩაიდინეს რაც ძალავს სხვა დარღვევებს აი აქ კი ბატონო ალხაზაშვილი გვერდან არის შესული და მერე თუ დავინა აი კი და მას კისერში მოკიდეს ხელი და აბსოლუტურად სამართლიანი სანქციაა დაანკაჩავ და ისევ დაკარგული დერეფანი. აქ უკვე უპირატესობა ლელოს. კვარა კონტაქტზე ფეხით შეეხებულს და მე. ასე რომ შესატევ პოზიციაზე იქნებიან თბილისელები. აი, ონო გადმოიცა. აი, ნახე. წავედ. და მორიგი შერკინება. პუტან, ორი. მოხრა. შეკურა. შერკინება. დავა. ლელოს უჭირს თავისი შერკინებიდანაც ბურთის გატანა, თუმცა მოახერხეს გრძელი გადაცემა ქევხიშვილზე. ქევხიშვილს უმკლავდება მახათაძე. შეიბოჭა კურტანიძე ჩართო მორგინალები და დაარტყა ქოიავამ. ამოსულია.
29 წუთია ამასობაში 5-6 ერთი გულით ისევ წინ არის ბათუმის ბათუმი. სამთანაც სამოგდება და გაიყვანეს თავისუფალ სივრცეში ალხაზაშვილი შეიბოჭეს. შეაჩერეს 22-ის ხაზზე. კუნთელია. ხაზზე გააქვს ლელოს ქევხიშვილს უნდათ რომ სივრცე შეუქმნან ამას ახერხებენ თუმცა ცუდი პასით არ იყო აკურატული გადაცემა ამიტომ თავისი უპირატესობა ვერ გამოიყენა გაგა ქევხიშვილმა პეტრე ხუციშვილი სუკან კიდევ ერთი გადაცემა დაიკარგა ბურთზე კონტროლი და კონჩეტევაზე ვერ მიდის შემდეგ ქევხიშვილმა უკვე მიწაზე ითამაშა ასე რომ შერკინების ნაცვლად იქნება ჯარიმა რომელსაც ბუბან ოზაძე კიდეზე გაგზავნის წინ გადაუვარდა ხელველებს და მეერე ძირს მოყმმა მოთამაშემ ითამაშა ბურთზე, რაზეც დაჯარიმდნენ. შესაძლოა უღირდა კიდეც ქევხიშვილს ეს ჯარიმა გამომდინარე იქიდან რომ იცის რამდენად სახიფათოა კონტრშეტევაზე მყოფი ბათუმი. და კიდევ ერთი ტერება. გოგაჩერდა რავმა გოქს როგორ ჩანს. კაი წყალი გავიდეს უნდა ჩავთო. ეს კიდევაც ალხაზაში კაინვალე გათამაშება იყო კი. რო ჩაირთ. მოიგეს, თუმცა ვერა სუფთად ბათუმელებმა ფეხით ითამაშა შემდეგ ალხაზაშვილმა და დაახევინა მეტოქეს უკან. ადრე ალხაზაშვილი ძალიან დიდი ვარსკვლავი იყო ახალგაზრდულ წლებში, ის იყო ჩვენი 20-ლამდე ნაკრების კაპიტანი, რომელმაც მოიპოვა საგზური პირველი სოფლიო თასის ჩემპიონატისთვის როგორც მახსოვს. მე აღარ დაბრუნებულ ვარ თქვენით. იმედი ასე სტარტდება. ისტორიული მატჩი იტალიასთან. ბევრი კარგი მოგონება ბევრი კარგ მოგონებას უკავშირებს ჩემი გონება ბატრი ალხაზაშვილის სახელსა და გვარს. ორკინალებით 15 მეტრიანამდე შეიწია ბათუმმა და აი ეს უკვე კომფორტული წერტილია ფეხით სათამაშოდ მარგალიტაძისთვის. რომელმაც არც თუ ისე კარგი დარტყმა შეასრულა, მაგრამ შეცდომა უკანახაში ბოლქვაძე დაზღვევაზე შესანიშნავად თამაშობს ურთაშვილი. ბათუმი არ აძლევს სისწრაფის აკრეფის საშუალებას ლელო მორკინალებს. და როგორც ჩანს კურტანიძე თვითონ გააკეთებს ფეხით გადასვლას, მაღალი ბურთი აწია. სამი ლელოელია იქ და ფანტასტიკური იყო. სანიშნავია. ჩიკოვანი ჩაერთო თამაში ამოგდების შემდეგ კურტანიძეს გაუჭირდა ბურთის გატანა, ჯარიმის უპირატესობა. არის უდიდესი სივრცე ფეხით. რა კარგია პეტრე ხუციშვილის ხედვა მოედნის გაგა ქევხიშვილი. ბოლომდე წურავენ შეტევას ლელოელები. ჩიკოვანი მორკინალივით შევარდა დარტყმაზე. ურთაშვილი შეახსენა ამაშუკალმა რომ ჯარიმის უპირატესობა აქვს. აბესაძე ამოაგდო მამუკაშვილი დაიქნია. კვლავ წინ მიიწევს ლელო თითოეულ ფაზაში. და სასტვენი.
ძალიან საფრთხო ფაზები დაიცვა ბათუმმა. მაგრამ ყველაფერი დაიწყო ნიკა ხალვაშის ფანტასტიკური ბურთის მოხსნა იყო ჰაერში. ხო, ჰაერს ძალიან მაგრად ითამაშა. ხუცეშვილი კიდეზე გადადის. და 34 წუთი 22 მეტრიან ზონაში ექნებათ. სცადა შეცდომის გამოსწორება. ჰაერში ბურთის დაკარგვის შემდეგ ზურა ნინიძემ, თუმცა გამოუვიდა ის, რომ ჯარიმა აჩუქა ლელოს. მოიგო ბურთი დერეფანში სუფთად და აკურატულად ლელომ. მოლი წავიდა მიწაზე, წავიდა უჯარიმოდ. ჩიქოვანი აუგდო და შეუშვა დარტყმაზე. ბაჩილავა ლელოელები 22 სიღრმეში. ალხაზაშვილი დაარტყა. კარგი იყო მისი მიცალება, მაგრამ დაიკარგა ბურთი. დაკარგეს ლელოელებმა. პირდაპირ კიდეს დაუმიზნა, მაგრამ ქევხიშულმა არ გადაუშვა მარგალიტაძის დარტყმული კიდეზე ბოლქვაძე. აჩქარდა შეუძლია მას ბურთის კარგად წამოღება, მონახა ქევხიშვილი ამოუხტა ერთ ბოჭავს, შემდეგ დაიცვეს მაინც მისი შეტევა. მარცხენა ფლანგზე ბოლომდე ათამაშებენ ლელოელები, აქვთ სივრცე თითქოს, ვნახოთ ახლოში გატანება, ალხაზიშვილი შიგნით შემობრუნებული პასი და კურტანიძე შეაჩერეს ლელოს ხაზზე. ამოხდება და პირველი, უბრალოდ მეორე ლელოს შესრულებით ძალიან კარგი ბურთაობის შემდეგ კიდევ ერთი ლელო გაიტანა თბილისის ლელო სარასენსმა და 10-6 ხდება 36 წუთზე ანგარიში. ასეთ ამინჩი და ასეთ საფარზე მე მგონი ძალიან საინტერესო და ლამაზი ლელო გვაჩვენეს ბიჭებმა. ძალიან ლამაზად იბურთავეს სტუმრებმა, თუმცა აი გადამწყვეტი იყო ალბათ ამ შეტევაში ალხაზაშვილის სარბენი ზოლი, როგორც სწორად შეარჩია თავისი გამოცდილება გამოიყენა. ხო, შევიდა პირდაპირ ჭრაზე, დარჩა ხაზის მოთამაშეების პირისპირ. აშკარა ის და ხელი თუ აშკარა გაქვს, მოვიდე. ჩემთვის ამასეთი. ჩანს პარალელურ რეჟიმში იოსებ ჯაფარიძე რაღაც საეჭოს ამოწმებს. ცხადია, კომპლექსური ეპიზოდი იყო, ბევრი ამოგდებითა და ლამაზი მომენტებით, მაგრამ რაღაც დარღვევა მონახა ჯაფარიძემ, როგორც ჩანს ხომ არ იყო წინ გადაცემა. როდესაც ალხაზიშვილზე გაკეთდა. ხო, ჩვენს დავინახეთ, მაგრამ ჩვენგან არ შეიძლება ეს. ხო, ამ რაკურსით განსაზღვრა ცოტა რთულია და ნამდვილად არ მინდა ახლა ნიკა ამაშუქის ადგილზე ვიყოს სიმართლე გითხრა. ცირა ხელის მოძრაობას დააკვირდება ალბათ. ლელო უქმდება, დასანანია ძალიან ის, რომ ასეთი ლამაზი ეპიზოდი არ ჩაითვლება. და შეხვედრა გაიტანა გიორგი ჩიქოვანმა ნომერი 12. შერკინებით განახლდება. ლელომ ყველაფერი ძალიან ლამაზად შეასრულა აქ. თუმცა მამუკაშვილის გადაცემა, როგორც ჩანს, ხელიდან წინ წავიდა. და მორიგი შერკინება. როგვაკ 2 წუთი. ჩვენი ტაბლო როგორც ჩანს წავედით ბიჭო, მოვიდეთ. ხო, წუთნახევრით აცდენელია, 2 წუთი არის სათამაშო. მოხრა. შეკრა. უჭირს როგორც ჩანს, როგორც გამოჩნდა ბათუმს მაინც. აქვს მათაც აქვს წავე შეტევები, აქვს შერკინებაში უპირატესობა, მაგრამ ბურთით არის ძირითადად მაინც ლელო. ანგარიში კი წინ ბათუმი.
ერთი შერკინებაზე, ერთი 9 ნომერი იყო თამაშ გარეშე რა, არ ჯარი. ორი ჯარიმა. შერკინება ჩაიქცა, აქ თამაშ გარ. ნოზაძე გაგზავნის ამბურთს კიდეზე ცხადია გავა ამასობაში. სათამაშოდ დარჩენილი დროც და შეტევაში ბოლო წუთებს ამოწურავს. ბათუმი თქო უნდა მეთქვა, მაგრამ ქევხიშვილმა შესანიშნავად ითამაშა, დატოვა ეს ბურთი თამაში ბოლქვაძეს. მისცეს ძალიან დიდი დრო. და არტყმის მოსამზადებლად და მანაც გამოიყენა ეს დრო ძალიან ხეირიანად. ცენტრამდე გამოვიდა, გადაცდა კიდეც ცენტრს. რამდენია ზუსტად? სულ რამდენიმე ეპიზოდში ჰქონდა ჩავარდნა ლელოს და ეს ორივე ეპიზოდი გამოიყენა ბათუმმა. მარგალიტაძემ გაიტანა ხაზზე, ნოზაძე მაღალი და არტყმული საბრძოლო იქნება ეს აბრაგანი, თუმცა შეაჩერეს ქევხიშვილი, კულტანიძე. ბურთი გამოსულია. არა, გასულია. დრო გასულიაო, როგორც ჩანს, ნახოთ ლელორას მოიმოქმედებს და ამთავრებს პირველ ნახევარს. ჩვენ 10-20 წუთი შევიშონეთ და დაგიბრუნდებით ისევ ძვირფას ტელემაყურებლებო და არჩით ჩვენთან.
მიუხედავად ამიდისა, დაძაბული თამაში ნამდვილად არის დიდი სიჩქარეები ვერ გვანახეს, მაგრამ საკმაოდ დაძაბული შეხვედრაა, სადაც 5-ით, უბრალოდ 6-ით 5 ამარცხებს ჯერჯერობით ბათუმი საშინაო მოედანზე, რა შეიძლება პირველი შეხვედრის პირველი ნახევრის შემდეგ ვთქვათ არის ის, რომ ოდნავ უკეთესად გამოიყურება ბათუმის შერკინებაში, თითქმის ყველა შერკინებაში დაასანქცირეს მოწინააღმდეგე და ერთი ლელო წინ თამაშის გამო არ ჩაეთვალათ ლელოელებს. სხვა, მე მგონი თანაბრად დგანან ორივე მხარე. ღია თამაში უპირატესობა მაინც ჰქონდა ლელოს, ბურთს ფლობდა სტუმარი გუნდი. ძირითადად დაცვით პოზიციაში ხედავდით ბათუმს, თუმცა თავის შანსებს უკეთ იყენებს მასპინძელი გუნდი ჯერჯერობით. პირველ ნახევარში ასე იყო, ვნახოთ მეორე ტაიმი დაიწყო, თეთრ მაისურებში ზღვისპირელები, ხოლო წითელ მაისურში იასპარეზებს ლელო. მარგალიტაძე ფეხს ამზადებს. ისწრებადი არის, თუმცა დაუტოვეს დიდი სივრცე პეტრე ხუციშვილს ამოგდება. შეცვლაც გვაქვს პირველი შეცვლა. ლელოს რიგებში დავით ლაზვიაშვილი გახლავთ, შეცვალა მან დავით კუნთელია. კურტანიძე ფეხით გადადის მოწინააღმდეგის ნახევარზე, ჰაერში, კარგად თამაშობენ ბათუმელები. კერძოდ ვაჟა მიქაძემ კარგად აიღო და ვნახოთ მარგალიტაძე იქ მორკინალებს მიმართავდა, ალბათ დარტყმას განახორციელებენ, ცენტრში ასეც ხდება და სავარაუდოდ აქედან ფეხით გავლენ ბათუმელები. მარგალიტაძე თვითონ იკისრებს ამ ყოველივეს. აღალი აბრაგანი ასწია, რომელსაც ჰაერში ბათუმელები ეუფლებიან და უკან გადმოვარდა ბურთი. მარგალიტაძე იქვე გაატანა აკუბარტიას. ეს უკანასკნელი კი ინარჩუნებს ბურთს რაკში ბურთს ეხლა. და ისევ ფეხი მარგალიტაძის შესრულებით, ნახოთ, დასწრებადია ბურთი, საბოლოო ჯამში ისევ ბათუმელები ეუფლებიან. ზედიზედ მეორე ეპიზოდში მოხდა, რომ მის ფლანგზე მაღალ ბურთზე გაიმარჯვეს. კარგად თამაშობენ აქ ლელოები ძალიან, მაგრამ მაინც გადავიდა ბურთი კიდეზე. კურტანიძე თამაშობდა კურტანიძე. ნამდვილად. ბურთის აღების შანსი ნაკლებად ჰქონდა და ცდილობდა, რომ უკანა ცარიელ ზონაში შეეცურებინა ფეხი ისე, რომ შემდეგ მიყოლით ეიჯობნა მეტოქეებისთვის და ლელო გაეტანა. საბა ხონელიძე. სუდად, მაგრამ მაინც მოგებული ბურთი და არტყად ხილაიშვილა. რა გამოიყენე? ბოლო ფეხზე ლელო. მიღებაზე კარგია, ხევხიშვილი შეინარჩუნა ბურთი, კურტანიძე აკონტროლებს. რა გამოიყენე? გამოყენებისკენ მოუწოდა ნიკა ამაშუკელმა და სავარაუდოდ გიორგი კურტანიძე თვითონ გადადის ფეხით. მაღალი აბრაგანი აწია და კარგი დარტყმულია რაგანო 22 მეტრიან ზონაში არ შევიდა და ხელით წამოიღო იქ მახათაძემ შეხოჭეს ეს უკანასკნელი. მოუწია ხელით წამოღება, ლელოს ძალიან კარგად ჰქონდა ჩახურული დარტყმის შემდეგ სივრცეები. სახვია! გამოიყენე, მიდი გამოიყენე რა. მარგალიტაძე 22-დან გამოსულია. სულ ერთ და იგივე რაღაცა ხდება რა. შეტევა ბურთის დაკარგვა, ფეხით გამოსვლა. შეტევა ბურთი კარგი ბოჭო დააკეთა იქ ხონელიძემ. და საბოლოო ჯამში თავისი პოზიციისთვის ეხა ბათუმი აქ რასიზა ნინიძე ერთ-ერთზე გაუმკლავდა, მაგრამ დაკარგა ბალანსი. და კაჭკიანურად თამაშობს იქ ნინიძე ბურთი გაანთავისუფლა და მერე აიღო ისევ. ხო, აქ ტექნიკური წუნის მთელი კორიანტელი. საბოლოოდ ლელო ბურთით კურტანიძე მონახა უკანა ზონაში სივრცე, სადაც დაარტყა ფეხი. ხელით უწევთ ბათუმელებს წამოღება. კარგად გამოძრა სიტუაციიდან. ისევ ნინიძე იყო, არა ვაჟა მიქაძე. ჯათუა ხელით უნდა გაუშვან. კი, გაუშვეს კიდევაც.
სწრაფად შემოგდება, შეუძლიათ ასეც იქცევიან ლელოელები. ბოლქვაძე. მაღალი აბრაგანი ასწია. ხუციშვილი, ქევხიშვილი, ბოლქვაძე, აი ეს ტრიო მიყვებოდა, აჯობეს მათ ბათუმელებს აერში. ამოაგდო აბესაძე მურთაშვილის მძიმე კონტაქტი გაიშალა ხაზზე ბურთი. კურტანიძე დაინახა სივრცე შეძვრა ის მოშვით კაცია. ასე რომ სივრცის ათვისება არ უჭირს ხოლმე. არ გადაგორება აქ. Un პირველ რიგში უნდა გადაგორდე რა. ალხაზაშვილს მოხვდა ბევრი. პირველად უკვე ამჯერადაც პირველ რიგში. ადრე ალხაზაშვილია. ვისაც ექიმის დახმარება სჭირდება. ერთ ეპიზოდში კისერზეც ეთამაშნენ. კი და იქ კარგად დაინახეს საჭიროა სხვათა შორის და შეადრიალეს ჩა. როგორც თქვენზე იქ. ხელი შარპ. ბადრიძე როგორც იყო პირველ ტაიმში იგივე იყო ზუსტად. არა. ამ ეპიზოდში დარწმუნებულიც ვიყავი, რომ სხვა გადაწყვეტილებას სამაშველე არ მიიღებდა. ზუსტად იმ მიზეზის გამო რაც ახლა უთხრა. კი, ნუ ეგ ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა სხვათა შორის, ხო, რომ ორივე გუნდთან თამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მიახლოებით თანაბარ ეპიზოდში თანაბრად განსაჯა ორივე ეპიზოდი, ამიტომ ეგ ძალიან სამართლიანია. ხო, აი ეს უსამართლობის შეგრძნება არ რჩებათ დარწმუნებული ვარ მოთამაშეებს. ზუსტი არის ბოლქვაძის დარტყმული 8-6 დაწინაურდა ლელო. ნუ ეს კი სარბიელის სინი ბოდიშით. ჯარიმა ლელოს არასენსის სასარგებლოდ გაიტანა გიორგი ბოლქვაძე, ნომერი 15. მაღალ წერტილში აიწია ბურთი. მიღებაზე ბოლქვაძე დამაჯერებელია, შემდეგ იპოვა სივრცე იმისათვის რომ დრო მოიგო გადასაყრელად და თანაგუნდელების დასახმარებლად გაიკარგა საბოლოოდ ბურთი ბათუმი. ფეხიდანაო თამაშობ. ფეხიდან არის. დარტყმა ძელებს წინ 22-ში შევიდა. 22-ში აკეთებს ამ დარტყმებს ბათუმი. ერთი მიძალება მარგალიტაძე ხონელიძე შეუშვა დარტყმაზე. ფაზები ცოტა შეუნელდათ ბათუმელებს, ამიტომ ლელო ახერხებს დაცვაში დავაგებას. შემოხევისელობა იყო, გადაგორდი ახლა. გაჯარიმის უპირატესობა. კი ბატონო, დააგვიანა ეგ გადაგორება უბრალოდ გაწვა ლოლი მორაგბეთა. შეიძლება თაჩინა რომ არ უშლიო, მაგრამ ეგ ამაშუკოს სხვა აზრი აქვს. და შიგნით შებრუნებული არც თუ ისე კარგი გადაცემა. ეჩუმოქს ესეც კარში დაირთმება. რასაც უმალვე ანიშნებს ძელებისკენ. და კიდევ 3 ქულა ბათუმმა ჩაიწერა ანგარიშზე 9-8 გავიდა ისევ ბათუმი 1 ქულით წინ. ჯარიმა ბათუმის სასარგებლოდ გაიტანა ბუბა ნოზაძე. გაცვალეს მეორე ტაიმში თითო ჯარიმა გუნდება. 8 ბათუმის სასარგებლოდ. უპირატესობა არ წინ თამაშობს. 22-ს გარეთ აკეთებს დარტყმას. გადაგორდი. ვაგიანდა ბურთი. ბათუმი გუნდის კაპიტანი ვანო ფუტკარაძე უტევდა. არა ითამაშე. დაუგრძელა მიქაძემ. რაკი მარგალიტაძეს დარტყმა მიიღო, ვნახოთ. საჰაერო ორთაბრძოლაში კარგია ლელო პეტრეხუციშვილი ლამაზი ამოგდება აბესაძემ ჩამოიშორა 1 მეტოქე. კონცეტევის შანსი ახლა უკვე ნუტრი ფერსელიძე არის ბურთით ბათუმელების შეტევაზე ნოზაძე. სიღრმეში გადაცემები
ვილიამსი არის ძალიან ჭრდილში რა კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა რომა მახათაძეს ქოიავამ და აკულტანიძემ გადაიფიქრა გადაცემის გაკეთება ფეხით თამაშობს ძალიან ჭრდილშია პიტერ ვილიამსი. ну ისეთ თამაშია როგორც შეგამჩნიეთ ძალიან ბევრჯერ ვარდება ბურთი მოედნის საფარი არ არის საკუთრივ მდგომარეობაში მხრივ რომ ამინდმა თავისი დააწყო და დაუშვა შეცნობა მახათაძემ წავიდა გამწვავებაზე და ამით პოზიცია დაკარგა. კონტრაკი მოიგეს ელოელებთან ძალიან კარგად და მარჯვნივ ბევრნი არიან და სწრაფად უნდა გაიტანონ ბურთი წესით. ვერც ლევო გადაეწყო გრძელ ფრთაზე. სამწუხაროდ მათთვის კურტანიძე ქოიავას გადასცა ბურთი, უკანასკნელი იქვე დარტყმას ახორციელებს და აიღე და მიეძალეს მიხვეს ხელი ლელოელებმა კურტანიძე ისევ ქოიავა. უმატატემს ლელომ როგორც კი 22-ში შევიდა მამუკაშვილი 9 ნომერზე თავდასხმა. მოხვდა კურტანიძეს, თუმცა ჯარიმა გამოიმუშავა 9 ნომერმა. ორკინალები მიუშვა ახლა. აჩქარებს მორკინალებს. იცის რომ თითოეული წამი ამ ზონაში ძალიან ძვირფასია. თუ დროულად მოახერხა ლელომ დავაგება უპირატესობასაც ნახავს, თუმცა ვერ იხეირეს. ჯარიმა დაბრუნდა. ბოლქვაძე დაუმიზნებს კვლავ ძელებს. გიორგის ეკნება საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი. იასაშვილი გაგვი მეორეს ეს ეპიზოდიც სანამ ბოლქვაძე დარტყმას ამზადებს ზუსტია. დაწინაურდა კვლავ ლელო. რო გაჩერდა. მამაში კომანდ რო ჯარიმა ლელოსაძეს გოლ გაიტანა გიორგი ბოლქვაძე, ნომერი 15. ლელოელი. დავით ლაზუიაშვილს სჭირდება დახმარება. თვითონ წამოდგა. არა, იქ თუ სწორად დავინახე. იმათი ხავდა ორი კაცი. კოჭლობდა წეღან ურთაშვილი კონტაქტის მერე, მაგრამ არა, როგორც ჩანს კი, ქეოხიშვილი კივა და იქ ქეოხიშვილს თავი გადაუხვიეს. მოკლედ, ამამინც რომ უხდება ისეთი ორთაბრძოლები გვაქვს. ხო. აი და ბევრი წინვარდა, ბევრი კონტრშეტევა იყო. და რაც აი შენახსენ რომ ვილიამსი არ ჩანსო, ასეთ შეხვედრაზე ხაზის მოთამაშეებს ძალიან უჭერთ, იმიტომ რომ ფეხი ძალიან სრიალებს, სისწრაფის აკრეფა ურთულდებათ და მოკლედ ასე გვაქვს საქმე. 4 მეტრეველი შემოდის ამასობაში, ვის ნაცვლად ოღონდ? ამას მოგახსენებთ, როგორც კი შევამჩნევთ უახლოეს მომავალში. 53 წუთით 9-11 ჯერჯერობით მარცხდება ბათუმის ბათუმი. სახლში კარგია მიღებაზე გაგაქევხიშვილი, ბურთი შეინარჩუნა და ამბუ ადგილზეა. და ჯარიმა მოიპოვა ბათუმი. რომა მახათაძე იმედია ის ტრაუმიდან დაბრუნდა, რთული ტრაუმიდან საკმაოდ გვახსოვს რა ფორმაში იყო, რა ლელო გაიტანა გასულ სეზონში, სეზონის პირადად ჩემთვის საუკეთესო ლელო, როდესაც გაფრინდა და ალამს რომ გადააფრინდა გემახსოვდება. შენ მიყავდა მე მგონი. სწორად მახსოვს. აკრობატულ ნახტომში დააგვირგვინა. ის ლელო ამის შემდეგ დაბრუნებულმაც უკვე მოახერხა საკუთარი პირადი მონაგარის გახსნა, ახლა კი შეცვალეს ცოტა ნაადრევად მაინც, მაგრამ 4 მეტრეველი ძალიან კარგი პერსპექტიული მორაგბე ჩაერთო მის ნაცვლად. მე რა დერეფანი წაგაზის ახ და
რახან შეიტანეს საკუთარ ლელოში ლელოელებმა და იქვე გახადეს უქმი, ამიტომ იქნება ბათუმელების, რან დაიცვა ძალიან კრიტიკული 15-იანი. წაუკითხეს და უყოჩაღეს და მოიგეს, კი ბატონო. და ლელოში შემდეგ ცოტა მაინც უყურადღებოდი თამაშეს. მეორე ნახევრის პირველი შერკინება. გადაარჩინეს ეპიზოდი. ნახოთ. პირველ ტაიმში ვახსენეთ, რომ ბათუმს ჰქონდა სტატიკურ პოზიციებში უპირატესობა სტატიკურ ფაზებში. მარგალიტაძე ბურთით. მთელი ფლანგი ბათუმს შესატევად ცოტა ადრე მიაწვა. ლელო გაათამაშა აკუბარდიამ შევიდა, მაგრამ არ დაამიწებინეს, დაიცვა ლელომ ეს ეპიზოდი. მაგრამ დაიცვა როგორც ჩანს ყვითელი ბარათის ხარჯზე. აბესაძე დატოვებს 10 წუთით მოედანს, გამომდინარე იქიდან რომ ალბათ ხო, თამაშგარე ვერ დაიცვა უფრო ალბათ, ვიდრე არ დაიცვა, ეს კი აქტივში უნდა ჩავუწეროთ თორნიკე აკუბარდიას. ლელოს გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ 8 ნომერმა მოახერხა ის, რომ აკიდა ყვითელი ბარათი მის უშუალო ვიზავის. შეცვლა. იცვლება რეზო მარგალიტაძე. იონა ფიცხოვა უნდა შემოვიდეს წესი. კი, შემოვიდა უკვე მოედანზეა და უკვე თავის პოზიციაზეა შერკინებაში. და მორიგი შერკინება. მოხრა. შეკრა. იაწვა, აქ უკვე ჯარიმის უპირატესობა მოიპოვა ბათუმმა. ვერ დაკმაყოფილდა ყვითელი ბარათით და მიაყოლა ლელოს თორნიკე აკუბარდიას ბოლო ფაზები არის შესანიშნავი. აკლდა მესამე ხაზში მორაგბე ლელოს შეუტია აკუბარდიამ არც თუ ისე მომგებიანი პოზიციიდან, მაგრამ გაუცუდდათ ბოჭები. სტუმრებს გავიდა ბათუმელთა მხრიდან ლელო. ლელო ბათუმის სასარგებლოდ გაიტანა თორნიკე აკუბარდიამ, ნომერი 8. და ბუბანოზაზე ეცდება კიდევ ორი ქულა დაამატოს ბათუმის მონაგარს, ჯერჯერობით 14-11 გახლავთ ანგარიში, თან ლელო კიდევ 10 წუთი, 9 წუთი უბრალოდ იქნება კაცნაკლული მოედანზე. ყველაზე რთული დარტყმა ალბათ დღეს რაც შეასრულა ნოზაძემ, აი ეს არის. ამჯერადაც ძალიან ზუსტია ბათუმელთა მგეზავი. პირველი და ორი ოსელი, თაგაური და შამილიშვილი შემოვლენ. გარდასახვა ზუსტად შეასრულა ბუბანოზაძე, ნომერი 10. ანგარიში 10. როგორც კვიანურად დაამიცა, ნახე. ერთი ხელის მოძრაობით რთულ პოზიციაში გადადო იქ ბათუმელმა ლელოში ბურთი. მთელი პირველი ხაზი გამოცვალა ბათუმის ბათუმმა. ერთადერთი ბადრი ალხაზაშვილია საწყისი 6 მოთამაშიდან ახლა მოედანზე. და განაახლებენ ლელოელები. არეკნი ცენტრიდან. შორი დარტყმული. კარგად ბოჭავენ იქვე. ინარჩუნებს ბათუმის საკუთარ რაკს. მარგალიტაძე იქვე მორკინალები მოუძებნა და ერთი დარტყმა განახორციელეს, აქედან სავარაუდოდ ფეხით გავლენ. მაღალი ბურთი დამაჯერებელია თითოეულ ორთაბრძოლაში ჰაერში. ბოლქვაძე კურტანიძე აბრუნებს ნახოთ გაუცუდა დარტყმა, არა, გადავიდა. კიდევ უფრო დასანანია ხოლმე ალბათ ასე სანტიმეტრები რომ წვეთ შენ დარტყმის ბედს. თან ყველა შერკინებაში ბათუმმა სძლია ლელოს და ეს ხა ლელოს ეს შეცდომა კიდევ უფრო ძიმე იქნება მათთვის.
ახალი ენერგიაო, ბიჭები ერთმანეთს ამხნევებენ. აქ. ბიჭო, მაღლა გავშედეთ ასე. მოხრა შეპრა შეკინე გავარ გამოიყენე არა და ერთ როვა ჩავი სუდი გადაცემა თუმცა მაინც ახერხებს ვილიამსი ამბურთის დამორჩილებას სივრცე რომელიც გამოუჩნდა აითვისა თუმცა საბოლოოდ მაინც აჩერებენ მას ლელოელები ნოზაძე არჩქარობს რომ მოძრაობა დაეალოდა თანაგუნდელებს რომ ჩამოსულიყვნენ წაიკითხა ეს მამუკაშულმა ჭკვიანურად ჩაჭრა მამუკაშულმა ბურთი კურტანიძე მარცხენა ფლანგზე გადმოდის თანაბრად თეთრები უფრო მეტი მეჩვენებიან აქ და შეცდენა ორ მხრივი ჩაჭრა ვიხილეთ ბოლო ორ ფაზაში ჯერ ერთმა გუნდმა ჩაჭრა მეორემ ბათუმი კვლავ ფუტკარაძე რა გამოიყენე ხა გაქვს უკანარი წითლისგან აქ თამაში დებატი ფეხზე მოხვდა ნუ აღარ გათვალა ხელშვილმა იყო თამაშგარი წინ დგომისგან თამაშგარი დაარტყავს და კი აი სრულებები ლელოს რიგებშიც გიორგი მაისურაძე შემოვიდა მოედანზე და ასევე შემოვიდა მასთან ერთად სანდრო ჯიღაური შეიცვალა ბადრი ალხაზიშვილი და მასთან ერთად გიორგი კურტანიძეც გავიდა მოედნიდან. გიორგი კურტანიძე კოჭლობდა რა ბოლო ეპიზოდში როგორც დავინახე ალხაზიშვილი ის აგერ ტოვებს მოედანს კარგი შეხვედრა ჩაატანა მე თუ მკითხავ ბადრიმ დღეს თუმცა დერეფანში უჭირდა მის გუნდს მხოლოდ მისი დამსახურება არ იყო მაგრამ მასაც გაუწევდა მოწოდებები. ღია თამაში კარგი იყო. დავი წინდაუდები მოიგეს ბურთი ბათუმელებმა იქვე დაიშალა. კარგად დაიცვა თავი მოსში. ლელომ და ნახოთ ბურთი გაუჭედეს. გადაიყვანეს მაინც რაკში. ბათუმელები მარგალიტაძე და მარცხენა ფლანგზე ვილიამსი. არა ამოხდა მეტრეველი. უცრავად მეტრეველი რა ვილიამსი. და ბათუმი უკვე ლელოებს ვეღარ გადმოეწყვნენ და ლელოელები დაცვაში. ერთი აი გაუცილებელი ბოჭარას ამოუწყდა ხელიდან იქ ლელოელ მოთამაშეს. მოწინააღმდეგე და შემდეგ ოთარ მეტრეველი იყო აქ მოთამაშე რომელმაც ბოჭვა გააცუდებინა დამცველს. ნახა უპირატესობა, მცირე გარღვევა მოაწყო და შემდეგ უკვე ლელომ საპირისპირო ფლანგზე ვეღარ მოასწრო გადმოწყობა. დაცვაში ისინი კაცნაკულები იყვნენ, შეგახსენებთ. ნიკა აბესაძე არის ყვითელი ბარათი დასჯილი. და აისახა ეს ანგარიშიც. 21-11 და ემზადება მორიგი დარტყმისთვის ბუბანოზაძემ მას დღეს 100%-იანი შედეგი აქვს. ლელომ თავისი მომენტუმი ვერ გამოიყენა. ჰქონდათ კარგი მომენტები ძალიან. ჰქონდათ ეპიზოდი, სადაც ფლობდნენ. გავიდა. მადლობა ბიჭებო, რომ გვაჩვენეთ კარგად ბურთი საიცავი და როგორც ჩანს, სასტვენით მივხვდით, რომ გავიდა 23-11 დაწინაურდა ბათუმის ბათუმი. პირველ ნახევარში ლელომ ის უპირატესობა, რაც მათ ჰქონდათ სათამაშო, ვერასახა ანგარიში ჰქონდა შეცდომები თბილისურ კლუბს. აი ამის შემდეგ უკვე ბათუმმა იგდო უპირატესობა ხელთ. თაგაურის გადაცემა და თავისუფალ ზონაში დარჩენილი გიორგი თხილაიშვილი ახერხებს ლელოს გატანას. განახლდა შეხვედრა. ეხი დაბრუნება უმალვე. გამოდის შესანიშნავი.
ნახოთ ცვლილებები რას მოუტანს ლელოს. გიორგი მაისურაძე მოვაწვის ახლა ერეფანში ბურთს, მათ ყავთ კარგი მხტომელები, ასე რომ უნდა გამოიყენონ. ორი კიდე ერეფანი ლელოელების შესრულებით. ხას უყურეთ რა. მოიგეს ჭეიშვილზე. სუფთად, აკურატულად ჩახსნეს ბურთი მაისურაძე. ამოუდგა მოლს კლუბში. ჭიღაური ელოდება. საჭერლელოს აქვს წინსვლა. აი ახლა გაჩერდა. ჩიქოვანი. შეაჩერეს ჩიქოვანი. ჭიღაური სწრაფად ათამაშებს თანაგუნდელებს, კარგი დარტყმა იყო, ამაზე უნდა ააგოს ეხლა, მაგრამ კარგად ბურთზე. ამ კარგ წინსვლას გიორგი თხილაიშვილი აჩერებს. ტემპის აკრეფის და სწრაფად ფაზების მიბმის საშუალებას ლელოს არაძლევს ბათუმი. სულ მუდამ დაცვაში წინ ხვდებიან მეტოქეს წინ წევენ ხას, არაძლევენ სისწრაფის აკრეფის საშუალებას. აი ამის შემდეგ კი ლოგიკური რამ ხდება, როდესაც წინსვლა არ აქვს გუნდს და თან ბურთიც სველია, ხის კონტაქტებში იკარგება შეტევები. ღანიაშვილი გამოდის მოედანზე. თორნიკე ზამთარაძეს შეცვლის. აი, ის შეიცვალა, ხო? ის შეიცვალა, ხო ის ტრავმიანი. კაი, წავედი. ბათუმმა ვერ მოიგო. ღანიაშვილი უმავლე კონტაქტში შეერთო, კონტაქტში შევიდა მოედანზე გამოსვლის შემდეგ. ქოიავა გამოცდილი კაპიტანი ლელოს. დაკარგეს კვლავ ლელოელებმა ბურთი, ვერ უფრთხილდებიან თავიანთ შეტევებს და იქნია ფუტკარაძემ ნახა წინსვლა. ტამბუ მარცხენა ფლანგი. აკუბარდია. ძალიან ნიჭიერი 8 ნომერია. კვლავ ანო ფუტკარაძე. მარგალიტაძე. ისიც ყოფილი ლელოელია, ლელოს აღზრდილი. რაკის მარცხნივ ძლავრი დარტყმა, თუმცა დახვედრად შესანიშნავი იყო. იქ დაფარებაა, შეეხო ბურთი ლელოელ მოთამაშეს, თხილაიშვილის ჩაუვარდა საბოლოო ჯამში, წინ წაიწია და ინარჩუნებს ბათუმი ბურთს. 67 წუთი, 12 ქულიანი სხვაობა აქვს ჯერჯერობით ბათუმს და ისევ ხელდახელ უტევენ მოწინააღმდეგეს 22 მეტრიან ზონაში. ფერსელიძე, უბამას მხარი, იონა ფირცხალავამ. ნოზაძე, ჩართო, ბუბა ნოზაძემ ვაჟა მიქაძე. უპირატესობის ხელი გაიშვა. არა. თუ უბრალოდ მიუთითა ვიღაცას რაღაც ისკენ, რომ გამოაცხადებდა ნამდვილად. შამილიშვილი. ხო დააბრია, ხო მოთამაშეები უპირატესობა გვაქვს, მაგას გულისხმობდი. სავარაუდოდ ჩენს. ესე მონოტორულად მიიწევენ წინ ბათუმელები, თხილაიშვილი კარგ ბოჭას ახვედრებენ იქ. მერამდენი ფაზაა ლელოც ასე უჯარიმოდ და სუფთად იცავს თავს. მათთვის კრიტიკული მომენტია, 68 წუთი იწურება და აქ თავის დაცვა სუფთად იქნება უმნიშვნელოვანესი. ჯარიმა და ამას ახერხებს ლელო. იქნებ მატჩის მიმდინარეობა საკუთარ მხარეს ამ ეპიზოდმა გადააკაჩინოს ლელოს. მძიმე ფაზური შეტევა მოიგერია ახლა ლელომ.
გოგი 11 წუთიო კიდე სადღაც დარჩენილი ნიკა ამაშუკელმა. ასე რომ სწრაფი ლელოს ჭირდება ახლა. ლელოს არ ასენს თამაში დასაბრუნებლად. ბურთიც გადავარდა გაერია მანქანებში. თერთმეტი წუთი ბიჭები. ხაის მოთამაშია, ხო? კიდევ ერთი ტრავმირებული მორაგბე გვყავს ჯიღაური. უორწდები. არა. ნიკა ხალვაში. მოგაცალა იმ წაიღო ბიჭები. ჩაიქცოდო. სწრაფი ტექნიკური გარემარბი. გავიდეს რა. წალი გავიდეს. ჩაიქცოდო. და საკუთარ 10 მეტრიან წვრთნილ ხაზზე შემოაგდებენ ლელუელები დერეფანს. და ისევ წაუკითხა ბათუმმა საბოლოო ჯამში შეცდომა მაისურაძე. შეუტია თავად დერეფნის წერტილში. ჯიღაური ქოიავას ათამაშებს. ქოიავას ძალიან დაბალ წერტილში. გამოიყენე. მოწყვიტეს. სანდრო ქოიავა ვერ დაინახა ლელომ თორემ ძალიან ადრე დაიძრა ბათუმის დაცვა უკან. მიქაძე მაღალი ბურთი ასწია. ხუციშვილი კარგი იყო. ჰაერში დღეს ლელო ძალიან კარგად გამოიყურება ხალვაში. და არტყა ფეხი შიგნით შემოვიდა. მასობაში დაიწყო ბოლო 10 წუთი. და 12 ქულით არის მასპინძელი წინ. ჩადი. რა გამოიყენე ხა? დაიჭირო. სანდრო. შეხება არის. იყო ბათუმელის მხრიდან შეხება ვილიამსი. ამოხტა ერთი ბოჭვიდან. თუმცა გაჭედეს ახლა მიწაზე თუ არ დაუშვებენ. გოლი რა თქმა უნდა მუხს ვეღარ შეახებდა და ძალიან კარგად თამაშობს დაცვაში. და თავისუფალი ერგოთ აქ შერკინების მოწყობაშიც დრო არ დაიკარგება. გაიჭედა მოსი. გავაჩერე. აი გაჩერდა. ორიგი ტრამვა. 14 ლელო შეცვლა, 14 ნომერი შეცვლა. 14. აუ. ორი თითი დამაკა. აი, კარგად ხარ ხო? და დათახრედიანი შემოდის ხალვაშის ნაცვლად როგორც ჩანს. ლელოს არასენსის რიგებში. განახდა შეხვედრა 9 წუთი კიდევ სათამაშო დრო 12 ქულა სხვაობა. ქოიავა წავიდა წინ, შებოჭეს იგი. სწრაფი ბურთი აქვს ჯიღაურს. კვლავ მორკინალებს ათამაშებს. ისევ ქოიავა. შეიცვალა შეტევის მიმართულება. მამუკაშვილი შეიაჩერეს ისიც. ცენტრის ხაზზე მიდის თამაში. აღებულია ბურთი, აღებულია თამაშია. ჭეიშვილი. უკან, ჩადი ბათუმი, ჩადი. ჯიღაური გაგრძელებას ეძებს იქ ხაზის მოთამაშეებზე გავა სავარაუდოდ ასეც ხდება ზურგს უკან გადაცემა და ფეხით თამაშობს. ჭკვიანურად. ჩიქოვანი აქ ფეხზე ჭკვიანურად გაუმართლა კიდეც ლელოს. დაუდევრად ითამაშა ვაჟა მიქაძემ. აიღო გაუშვა თამაში. კარგი იყო ჩიქოვანის შეცურებული ბურთი. ძალიანელი ტემპია. ჩიქოვანზე გავიდა კვლავ ისევ ფეხით შეცურება. ვილიამსი უშვებს ამჯერად შეცდომას. უკან ბათუმი. და რამდენი მორაგბე ჰყავს ახლა ლელოს შეტევის საწარმოებლად. ვერ გამოიყენეს ეს მეტობა უკეთესად. მამუკაშვილი. კვლავ მარცხენა ფლანგი პეტრე ხუციშვილი. აბესაძე რომელიც დაბრუნდა ყვითელი ბარათის შემდეგ აუსრიალ და ფეხი.
გაუმართლა ბათუმს ფეხით თამაში და მარგალიტაძის კარგი დარტყმული. გიორგი ბოლქვაძე დაუმიზნა წერტილს და უგდო მის უშუალო ვიზავის ვაჟა მიქაძეს, რომელიც ალალზე იჭერს ბურთს საბოლოო ჯამში. და რაც სჭირდებოდა მის გუნდს გააკეთა დააგდო ტემპი, დაამშვიდა თამაში. თუ ექნება მორიგი ცვლილება გიგა ჯულუხაძე გამოვა 19 ნომრიანი მაისურით წვანე მინდორზე. 7-11. მოედანს დატოვებენ ვანო ფუტკარაძე და ზურა ნინიძე. მათ ნაცვლად კი მოედანზე როგორც უკვე ვთქვით 19 ნომრით გიგა ჯულუხაძე და დავით ტრაპაიძე 23 ნომრით. რამდენი? ხო. შემოიყვანე. კაი, თამაშობ, არა, თამაშობ, საბა გაანე. დათავდა აუტი. ბოლო მხტომელზე მოიგეს ხუციშვილი. ნოზაძეს ამოწეული ჰქონდა ხაზი, ამიტომ იქვე ცენტრალურ ზონაში გააკეთა ერთი დარტყმა ლელომ. მარჯვენა ფლანგი ქოიავა. მონახა ღანიაშვილი. იგრძნო ქოიავამ რომ დაკარგვის შანსი იყო და თავად აიღო ეს ბურთი, მაგრამ ჯარიმის უპირატესობა ბრუნდება. გვიანი ბოჭა იყო. ო ჯარიმას ფიქრობ. მიაკავლა. ო ჯარი. ივატო. გვიანი ბოჭვა იყო უბრალოდ. და მხოლოდ ჯარიმას ვფიქრობ, რაც ნიკამ თქვა, ვეთანხმები აბსოლუტურად ყოველ შემთხვევაში აქედან. და მივიდნენ 22 მეტრიან ზონაში. იქ უკანა ფონზე მაყურებელი და ბურთის ბიჭები როგორც ცდილობენ, რომ ბურთი დააბრუნონ მოედანს და საბოლოო ჯამში მიაღწიეს მიზანს. და ფანტასტიკური ბურთის შეგორება ნიკას შესრულებით. ვალმოხდილი მოთამაშეები. ორი ხელით იგებენ, თუმცა არა უხდა იქ. ვიცი ხედა, ვიცი ამბობ. ლელოს კი დრო ეწურება ნელ-ნელა. და გაჭედეს იქ. ბურთი ბათუმელებმა 77 წუთი თავისუფალი ერგოთ. საკვირ ნახევარზე ნოზაძე აქედან ეცდება შორი, რაც შეიძლება შორი დარტყმით. რაღაცა განმუხტვა უნდა უბრალოდ მოედანი მოიგოს. არა. წადი. მოძრაობა შო დაიწყებს მე. კონტრეტევაზე მოდის ლელო. ქევხიშვილის ძალიან ცუდი და არაზუსტი გადაცემა. რისკავენ უკვე ლელოელები. და კონტრ-რაკი ბათუმელების შესრულებით კარგია, თუმცა ჩავარდნენ. Rakis Rock playing the 9. You are in the Rock, you playing the 9. You can't play the 9. 9 ნომერზე თამაში. Sam. კიდეზე გადავიდა ლელო. 3 წუთი. აღმოსაფხრელი კი 12 ქულა 2 გარდასახული ლელოს ჭირდება. ლელოს თამაშის მოსაგებად რამდენად მოსწრებადია ეს მით უმეტეს ამ ტემპში ძალიან რთული სათქმელია. კარგად მიიწევს ლელოს შესანიშნავად ჯარიმა. შუიდან ყოფილა.
მოგდება ქევხიშვილი გაიტანეს ისი ძმა უკვე ნუ გზარ ქევხიშვილი ჩაერთო საქმეში მანაც რა კარგი მანძილი დაფარა მარჯვენა ფლანგი ხუციშვილი გაიშალა ბურთი დააკარგეს ბურთი გადაუვარდათ ეხა ლელოელებს უმნიშვნელოვანესი დაატრიალდა მეტრეველი ხო აქ თამაშის მოგებაზე არა ნუგეშის კულა სიმედი მაინც უნდა კონდეთ ან კონოდა ატელოს მე მგონი რომ მაგისთვისაც აღარ დარჩებათ ფეხით გადმოდიან ბათუმელები მარც თუ ისე დიდი მანძილი მაგრამ რაღაცა მანძილით განმოხდეს სიტუაცია რო გაჩერდა შეცვლა შემოვიდეს რა რო გაჩერებულია მოედანზე შემოდის არჩილ თურმანიძე გიორგი მარგალიტაძე დატოვებს მოედანს ორივე ძმა გავიდა მარგალიტაძე ის მოედნიდან ორი ხელით მოიგეს დერეფანი ლელოელებმა და ხელდახელ თამაშია გადაცემები მაგრამ გზარ ქევხიშვილი რა კარგად ჩაერთო შეხვედრაში თითოეულ ფაზაში აკეთებს უპირატესობას სიმონიშვილმა იბრძოლა ბევრი ხუციშვილი ბოლქვაძეც რომ მოძრაობა ტაბუ ახერხებს მის შეჩერებას თავად კი მოედანზე დარჩენას ვეღარ არა, საფაჩი მოგდება, მე მგონი აღარაფერს ჭირდება ბათუმს. ამ მომენტისთვის ბათუმი პირველ ადგილზეა 14 ქულით, ამ თამაშამდე როგორც იყო ეს არ არის ლაივ ცხრილი. ლელოს კი 9 ქულა აქვს. მე 6-ზე იმყოფება მიუხედავად იმისა, რომ 3 თამაშიდან 2 მოიგეს. წინ თამაში უპირატესობა არის ბოჭვაში ლელოსგა. წინ თამაში. კი. თამაში გარეში ხარ მაგრამ დრო დამთავრდა. და დრო გავიდა. დასრულდა დღევანდელი შეხვედრა და მიულოცოთ ბათუმს. მათ მოახერხეს ბევრი რთული ფაზის მოგერიება ლეონ თავიდან პირველ ნახევარში. ანგარიშიც მათ გახსნეს. შემდეგ მოახერხეს ის რომ წნეხში ჩაეგდოთ მეტოქე, აი ამ წნეხს გაუმკლავდა ბათუმი მეორე ტაიმში. სრულიად სხვა მოცემულობა გქონდა. ლელოს ის უპირატესობა აღარ ჰქონდა, შემდეგ მალევე ყვითელი ბარათითაც დაისაჯა 58 წუთზე ნიკა აბესაძე და აქ საერთოდ გარდატეხა მოახდინა ბათუმმა სუსტად შემდეგ შეტევაში აკუბარდიამ გაიტანა ლელო და შეხვედრაში დაწინაურდა, ასე რომ ზღვისპირელებმა ჩაიწერეს პლუს 4 ქულა ცხრილში. ლელოს ნუგეშის ქულაც არ ერგო, განიმტკიცა უპირატესობა და ცხრილის სათავეში ყოფნა გაიხანგრძლივა ბათუმის ბათუმმა. შევხვდებით ხვალ უკვე დანარჩენ შეხვედრებში. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. შეხვედრებზე ბოდიში. ლუკა კილოსონი და საბა ჟორჯიკაშვილი თქვენთან ერთად გავატარეთ დღევანდელი საღამო. კარგად ბრძანდებოდეთ.